ყოველ წელს 10 მილიონი ადამიანი კვდება თირკმლის ქრონიკული დაავადებით. თირკმლის დაავადება ვითარდება ნელ-ნელა წლებთან ერთად და არის ჩუმი, არ აქვს სიმპტომები და ადამიანის ნახევარმა არ იცის რომ თირკმლის დაავადება აქვს საერთოდ. სუბუქი თირკმლის დაავადებაც კი სიცოცხლის ხანგრძლივობას დაახლოებით 5 წლით ამცირებს. მაშინაც კი თუ ადამიანი თირკმელს გადაინერგავს 10 წლიანი ეფექტურობა, ის რომ 10 წლის განმავლობაში გაძლოს ამან დაახლოებით 60%-ია. ეს არ არის ცუდი, მაგრამ არ არის სრულყოფილი. და თირკმლის დაავადება ვითარდება, როცა ნეფრონი, პატარა ფილტრები, რომელიც თირკმელში მდებარეობს, ნელ-ნელა ზიანდება სხვადასხვა მიზეზების გამო. და ეს მიზეზებია შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზა, მაღალი გლუკოზა აზიანებს სისხლძარღვებს და ნეფრონს. მაღალი წნევა, რომელიც ასევე აზიანებს სისხლძარღვებს და თირკმელს, ინფექციები, აუტოიმუნური დაავადებები და როცა ეს გლომერულები, პატარა ფილტრები, რომელიც თირკმელში არის, როცა ზიანდება და როცა იკარგება, ახალი აღარ წარმოიქმნება. ამიტომ თირკმელი როცა ზიანდება, როგორც წესი ზიანდება, ის შეუქცევადად, განსაკუთრებით ქრონიკულად როცა ზიანდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმელს გაუფრთხილდეთ, რადგან როცა ფიბროზი ვითარდება თირკმლის, მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია. თუ კი ადამიანს დაწყებული აქვს, უნდა შეანელოს მაქსიმალურად. ეს არის მკურნალობის აზრი ამ დროს და რადგან დაზიანებული თირკმელი არ აღდგება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ახლავე რისი გაკეთება შეიძლება თირკმლისთვის, სანამ გვიან არ არის. ამიტომ გეტყვით 7 გზას, 7 ეფექტურ მეთოდს, რითიც შეიძლება თირკმელი დავიცვათ და რაც დაგვეხმარება. და სანამ ვიტყოდეთ რა გააკეთო, მანამდე ვთქვათ ვის აქვს გაზრდილი რისკი რომ თირკმლის დაავადება დაემართოს. პირველი, თუ დიაბეტი გაქვს, რადგან მაღალი შაქარი აზიანებს თირკმელს პირდაპირ. მეორე, თუ მაღალი წნევა გაქვს, რადგან მაღალი წნევაც აზიანებს თირკმელს. ყოველ მესამე ადამიანს, ვისაც წნევა აქვს თირკმლის დაავადება. თუ ჭარბწონიანი ან სუქანი ხარ, რადგან ეს თირკმელებისთვის ზედმეტი სტრესია და ხშირად ასოცირებულია მაღალ შაქართანაც. თუ გენეტიკურად მიდრეკილია ადამიანი, თუ ნათესავებს აქვს თირკმლის დაავადებები, ამ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. თუ ხშირად იღებ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს, მაგალითად ასპირინს, იბუპროფენს, ნაპროქსენს ან ასეთ პრეპარატებს, თირკმლის დაავადების რისკს ზრდის, ამ ტკივილ გამაყუჩებლების ხშირი მიღება. თუ საშარდე გზების ინფექცია გაქვს ხშირად, ან კენჭები გაქვს თირკმელში, თუ ეწევი, ან თუ გულის დაავადებები გაქვს, მაშინ თირკმლის დაავადების რისკი გაქვს მაღალი. ასე რომ, პირველი რისი გაკეთებაც შეგიძლია არის რომ თუ ქრონიკული დაავადება გაქვს, მას უმკურნალო შაქარი შეინარჩუნო, უნდა გლიკირებული ჰემოგლობინი ამ შემთხვევაში, ანუ ერთჯერადად შაქარს რამაჩვენებელი ექნება დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება სრულად ნორმაში ქონდეს, მაგრამ შაქარი აწეული ქონდეს ზოგადად და დიაბეტი ქონდეს. გლიკირებული ჰემოგლობინი 7 ქვევით უნდა შეინარჩუნო, თუ გინდა რომ თირკმელები დაიცვა. თუ გინდა რომ თირკმელები დაიცვა, სისხლის წნევა 130 ქვევით უნდა შეინარჩუნო, ზედამაჩვენებელი, ქვედამაჩვენებელი 90 ქვევით. ჯანსაღი წონა უნდა შეინარჩუნო, წონაში დაიგლო თუ მსუქანი ხარ. სიმსუქნეს ცუდი გაგებით არ ვამბობ, სამედიცინო გაგებით ვამბობ ამ შემთხვევაში. თუ ეწევი, უნდა შეწყვიტო მოწევა, თუ ტკივილ გამაყუჩებლებს ზედმეტად იღებ, უნდა შეამცირო. მეორე რისი გაკეთებაც შეგიძლია, არის რომ დალიო საკმარისი რაოდენობით წყალი, დღეში დაახლოებით 2 ლიტრი ან მეტი. წყალი ეხმარება თირკმელებს უკეთესად გაწმინდონ ტოქსინებისგან სისხლი და შეამცირონ თირკმელში კენჭების განვითარების რისკი 50%-ით. დიდი მაჩვენებელი არ არის 50%. შართ რო დახედა, უნდა იყოს ღია ყვითელი, არ უნდა იყოს თეთრი, თუ ძალიან თეთრია ნიშნავს რომ ძალიან ბევრ წყალს ვსვამ, თუ არის მუქი ნიშნავს რომ ცოტა წყალს ვსვამ. ამიტომ ღია ყვითელი უნდა იყოს, ეგ არის საუკეთესო გამოსავალი. წყლის დალევებს შორის ჯობია რომ გააკეთო დიაპაზონი იყოს, დაახლოებით 3 საათი, ინტერვალები და არა ერთ ბაშად არ დალიო, ეს
1 ლიტრი წყალი მაგალითად არ არის სასურველი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ერთნაირი არ არის, სხვადასხვანაირ ადამიანებს სხვა რაოდენობით წყალი ჭირდებათ. მაგალითად ადამიანებს, რომელსაც აქვთ გულის უკმარისობა, თირკმლის დაავადება, დიალიზზე არიან, მათ ნაკლები წყალი ჭირდებათ, დაახლოებით ლიტრა-ნახევარი დღის განმავლობაში, რადგან თირკმელზე ზედმეტი დატვირთვა მოხსნათ. მესამე რისი გაკეთებაც შეგიძლია თუ გინდა რომ შენ თირკმელს გაუფრთხილდე, არის საშარდე გზების ინფექციებს უნდა უმკურნალო. პიელონეფრიტი თირკმელების ანთება პირდაპირ დაკავშირებულია თირკმელების დაზიანებასთან, რაც უფრო ხშირადაა ადამიანს პიელონეფრიტი, თირკმელების ანთება მით უფრო ხშირად უზიანდება თირკმელები და ნაკლებად აღდგება. თირკმელების ანთებას ახასიათებს ხოლმე გვერდზე და უკან, ქვია ამ ადგილს, სადაც ამ სახის ტკივილს, რაც ეძახიან, და ცხელება. ანუ თირკმელების საპროექციო არეში, ეს არის უკანა მხარე ზურგზე, ნეკნების ზუსტად ქვევით რომ დაადო, ნეკნთან კალისად თავდება, მაგის ქვევით რომ დაადო თითი. დაახლოებით ეგ ადგილია. მაგ ადგილში ძლიერი ტკივილი, ცხელება თირკმელების ანთებაზე მიუთითებს ხშირ შემთხვევაში. მაშინაც კი თუ ადამიანს აქვს ცისტიტი, საშარდე გზების ინფექცია, ქვედა საშარდე გზების ინფექცია, ვითომ ეს შეხედვით უნებელი, მანაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ანთება და თირკმლის დაზიანება, რადგან ბაქტერია საშარდე გზებიდან შეიძლება აძვრეს ზევით თირკმელში და თუ ქალს ძირითადად 3-ზე მეტი ცისტიტი 6 წლის განმავლობაში მიიჩნევა რომ მკურნალობა აუცილებელია და გაზრდილი რისკი აქვს თირკმლის დაავადების მომავალში. ამიტომ ცისტიტის და პიელონეფრიტის მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. მკურნალობის პირველი რიგის პრეპარატი ნიტროფურანტოინია ცისტიტის შემთხვევაში 100 მილიგრამი 2 დღეში 5 დღის განმავლობაში, ან ფოსფომიცინი 3 გრამი 1 დოზა. პიელონეფრიტის დროს მთავარი მკურნალობა არის ციპროფლოქსაცინი 2 დღეში 7 დღის განმავლობაში, ან ინტრავენული ანტიბიოტიკები რთული შემთხვევების დროს, ცეფტრიაქსონი მაგალითად. შემდეგი რისი გაკეთებაც შეგიძლია არის რომ თირკმელები გამოიკვლიო, იმიტომ რომ თირკმლის დაავადება ვითარდება ნელა, ვერაგად და გამოკვლევა მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით თუ დიაბეტი გაქვს, განსაკუთრებით თუ მაღალი წნევა გაქვს, ან თუ 60 წელსლებით ხარ, თირკმელები უნდა გამოიკვლიო. მარტივი და ხარისხიანი ტესტი, რომელიც თირკმლის ფუნქციას აფასებს, არის სისხლის კრეატინინის ტესტი და გლომერულური ფილტრაციის ხარისხის განსაზღვრა. ეს გამოთვლა არის რეალურად კრეატინიდან გამოითვლება ხოლმე და საკმაოდ კარგად აფასებს თირკმლის ფუნქციას. მეორე მნიშვნელოვანი ტესტი არის ალბუმინის და კრეატინინის სხვაობა შარდში, ოღონდ ის არის კრეატინინის სისხლში იზომება და ალბუმინის კრეატინინთან ფარდობა იზომება შარდში. რადგან როცა შარდში იზონავს, თუნდაც მცირე პროტეინები, მიკროალბუმინურია ქვია ამას, ეს არის ადრეული ნიშანი, რომ თირკმელი უკვე ზიანდება და ყურადღება ჭირდება. ასევე სისხლის წნევის განზომვას მნიშვნელობა აქვს, თუ კი ადამიანს თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს და სკრინინგის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან მაღალი სისხლის წნევა, ჰიპერტენზია აზიანებს და იწვევს კიდევაც და აზიანებს კიდევაც უკვე არსებულ დაზიანებულ თირკმელს აუარესებს. ასევე ულტრაბგერა როცა საჭიროა, თირკმლის ზომებს, კისტები თუ არის, ობსტრუქცია თუ არის, ამ ყველა კენჭები თუ არის, ხედავს როგორც წესი. გლომერული ფილტრაცია უნდა იყოს 60 მილილიტრი წუთში, ამაზე მეტი უნდა იყოს, ან ტოლი და ფარდობა ალბუმინების კრეატინთან უნდა იყოს 20-ზე ნაკლები. თუ კი ნებისმიერი ამაზე უარესი მაჩვენებელია, დამატებითი კვლევებია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია მეტი ხილის და ბოსტნეულის ჭამა, რათა შარდი უფრო გაატუტიანოს, ანუ ორგანიზმის გატუტიანებაზე ნაკლებად ახალმე საუბარი, შარდის გატუტიანებაში ეხმარება. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. თირკმელს იცავს, თირკმლის ქრონიკული დაავადებას, პროგრესიას თირკმლის ქრონიკული დაავადების ამცირებს დაახლოებით 10%. ხორცის ჭამა არის უნდა შეზღუდოს ადამიანს წითელი ხორცი და პროცესირებული ხორცი, რადგან
თირკმელზე დაწვრთვას ზრდის ხორცში შემავალი პროტეინები, ცილები. მაშინ როცა მცენარეული ცილები არ ზრდის და უსაფრთხოა. ასევე ურის მჟავის დონის შემოწმება არის მნიშვნელოვანი, რადგან ჰიპერურიკემია დაკავშირებულია ქრონიკული თირკმლის დაავადების პროგრესიასთან და კენჭებთანაც. ასევე ალკოჰოლის მიღების შემცირება, სასმელების შემცირება და ამავე. ასევე ფოსფატების დანამატების შემცირება და პროცესირებული ხორცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს იყო რის თქმას მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ, გამოწერეთ არხი, დააკომენტარეთ, ან გაშერეთ, ან ნებისმიერი აქტივობა დაეხმარება არხის განვითარებას. მადლობა რომ მისმენთ.